კიდევ ერთი დაკავებული ჟურნალისტი ვახოსანაიას შემდეგ საცხოვრებელ სახლთან ქეთა ციცქიშვილი დააპატიმრეს, მასაც სავარაუდოდ რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან. ჯერჯერობით უცნობია, სად არის გადაყვანილი ტელეწამყვანი. გზის გადაკეტვისა და სახის ნიღბით დაფარვისთვის დაკავებულები არიან თამარ თოთლაძე, თეიმურაზ სარალიძე და საბა ჯაფარიძეც. ამ წუთებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. გვინდა რომ საშუალება მივცეთ ქართველ ხალხს წინ წაიწიონ და მის ევროპულ მისწრაფებას პატივისცენ, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ მდგავართ მოქალაქეების გვერდით, მთავრობა და მთავრობის საქციელი მიუღებელია, თქვა გერმანიის ევროპის საკითხების მინისტრმა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე. კახარიას პარტია პარლამენტში შედის. ოფიციალური განცხადება პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილებამ ვერ იმუშავა. ჩვენ აღარ ვაპირებთ არც საკუთარი შეცდომების ტყვეობაში და არც ილუზიებში დარჩენას და თავის მოტყუებას, თქვა შარაშიძემ. ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება ყაველაშვილს წარედგინა. გაბუნია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო 25 დეკემბრიდან თანამდებობას დატოვებს.